I'm German homelos, I drink coffee and I know things. 79 ეპიზოდის თემა არის სამჭრეტობა. თუ ყველა წინა ეპიზოდს გულისყურით, ენთუზიაზმით, გონებისმიერად აზრიანად მოусმენთ და მათზე მართლა მონდომებით ჩავფიქრდებით, დავფიქრდებით, გავიაზრებთ, შემდეგ მოვიყვანთ ყველა იქ მოცემულ რჩევას სინამდვილეში, ანუ პრაქტიკაში გამოცდით, ის კი არა რომ დადებენ რაღაც ბრძნულ ფრაზებს სოციქსელებში და თვითონ სულ არ ასრულებენ იმას, რასაც ეს ფრაზა გვასწავლის. არამედ რომ ვიგებთ როგორი კარგია ცხოვრება, როცა სწორ რჩევებს ითვალისწინებთ, მოკლედ, როცა უკვე გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯი ზედაპირულ მიწიერ გონებიდან ზეცნობიერ გონებამდე, ჩვენ გავხდებით სამჭრეტები და ეს უკვე ჩვეულებრივი ბრიყვი ადამიანი აღარ არის. სამჭრეტი არის ადამიანი, რომელიც ცხოვრებას უყურებს, ცხოვრებას ხედავს და იაზრებს სამი თვალით. ორი ფიზიკური თვალით და მესამე გონებრივი, ზეცნობიერი, განათლებული თვალით. ოღონდ ისევ ვიმეორებ, განათლება, სკოლის ოქროს медаლი და უნივერსიტეტის დიპლომი არ არის. ესაა თვით განვითარებისა და თვით შემეცნებისგან განვითარებული აზროვნება. აქ არაფერს შუაში არ არის სკოლა და უნივერსიტეტი. ეს არის სიტყვა განათლების განმარტება. და ზოგადადაც ასეა ჩაფიქრებული ადამიანი. ორი თვალი დაკვირვებისთვის და მესამე თვალი უხილავი, მაგრამ ყველაზე დიდი და აზრიანი აზროვნების, ფიქრისა და შემეცნებისთვის. სიტყვა სამჭრეტი შეგვიძლია თავისუფლად ავიღოთ სიტყვა ზეცნობიერის სინონიმად და ანდაც მის უფრო ორიგინალურ ჩანაცვლებად, რადგან ყველაფერი დევს თავად სიტყვაში, სამი თვალით მჭრეტი, ის ვინც სულელი კი არაა და მარტო ორი თვალით უყურებს რაღაცებს, ცხოვრებას მოვლენებს ადამიანებს, არამედ ხედავს და იაზრებს, ფიქრობს მესამე გონების თვალით. სამჭრეტი ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანია უნაკლოებასთან.